ევროკავშირის წარმომადგენლები წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ მოახდინონ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულება ამ დროისათვის ევროკავშირის 4 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული. ეს ქვეყნებია ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი და რუმინეთი, რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს. ხელშეკრულების რატიფიცირება 18 ივლისს გაფორმდა. არსებული ინფორმაციით გამომდინარე იქიდან, რომ აგვისტოში თითქმის ყველა ქვეყანაში საკანონმდებლო მუშაობა შეჩერებულია. ხელშეკრულების რატიფიცირების ახალი ტალღა უკვე სექტემბრიდან არის მოსალოდნელი, როგორც ევროკავშირის განცხადება აღნიშნული მხარეები მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ რეგულარულად შემოღებულ უკანონო ვაჭრობის შეზღუდვებს საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრის ვალდებულებებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ექსპორტიორებს. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებებს, ჩვენ ჩავერთვებით აღნიშნულში, რათა ხელი შევუწყობთ სწრაფ თანხმობას პროცედურის ფარგლებში ევროპარლამენტთან და მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს მოახდინონ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება დაუყოვნებლივ. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებებს, ჩვენ ჩავერთვებით აღნიშნულში, რათა ხელი შევუწყოთ სწრაფ თანხმობას პროცედურის ფარგლებში ევროპარლამენტთან და მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს მოახდინონ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება დაუყოვნებლივ. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ კომისიას ეფექტურად დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებაში ყველა შესაძლო საშუალებით. ევროკავშირის განცხადებას ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეს პოზიცია ლოგიკურია და მათი მხრიდან კიდევ ერთი გზავნილია საქართველოსადმი მხარდაჭერის. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირებას არ იმსახურებს, თუმცა ეს ყველაფერი ქვეყნისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი ევროკავშირისთვის და არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ჩვენი კეთილმოსურნეებისთვის და არაკეთილმოსურნეებისთვისაც, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. ევროკავშირი, ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის მთავრობა თავისი ქმედებებიდან გამომდინარე ნამდვილად არ იმსახურებს ევროკავშირთან ინტეგრაციას, ამ ხელშეკრულების რატიფიკაციას, ეს არის მაინც აუცილებლად გასაკეთებელი, იმიტომ რომ მთავრობები მიდიან-მოდიან, ქვეყანა რჩება, საზოგადოება რჩება და ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რა თქმა უნდა.